მოგესალმებით ჩემო კარტებო, დღეს ერთად მოვამზადოთ ყაბაყი მაიონეზით და ბევრი მწვანილებით. ძალიან გემრიელი გამოდის, უფრო მსუბუქია ვიდრე ბადრიდანი და სადეთ აუცილებლად დაგწმებული რომ მოგეწონებათ. ყაბახს ზუსტად ისე ვამზადებ, როგორც ბადრიჯანს მაიონეზში, უბრალოდ როგორც უკვე აღნიშნე ვიდეოს დასაწყისში, ბევრად უფრო მსუბუქი და გემრიელი გამოდის და სადეთ აუცილებლად. ყაბაყი გავრეცხე, შემდეგ ნახევრად გავთალე და დავჭერი სასურველ ზომებად. შემდეგ თითოეულ ნაჭერს სათითაოდ წავსვი მარილი და ზეთიან ტაფაზე შევწვი ორივე მხრიდან. ამასობაში გავარჩიე ხახვი, დავჭერი წვრილად, მწვანილებიდან გამოვიყენე ქინძი, კამა, ცოტა მწვანე ხახვი, რა თქმა უნდა ნიორი, რამდენიმე კბილი და შემდეგ მწვანილებიც დავჭერი წვრილად. გულსართისთვის გამოვიყენე, რა თქმა უნდა, მაიონეზი, ასევე ჩვენი დაჭრილი მწვანილები, რამდენიმე კბილი ნიორი